კრიტიკული დამოკიდებულება, სერიოზული პრობლემები, მაგრამ ნელ-ნელა ფრიზდება ის თუნდაც თქვენი პროექტი ავიღოთ და ჩემი ურთიერთობა სხვა სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან. თითქმის ყოველ დღეში ჩვენ გვიწევს ერთ ჯგუფთან შეხვედრა მაინც. ეს არის აუდიტორია საკმაოდ მოცულობითი 20-30 კაცი და აი ამ დონეზე რომ მივედით რომ ახალგაზრდები თვითონ ითხოვენ ამ თემაზე საუბარს, მე ვფიქრობ რომ აგრეთვე გვიან პრობლემა საზოგადოების დამოკიდებულება აღმოფხვრობა, თუმცა ეს არის ძალიან შრომადიოდი, ძალიან ძლიერი საქმე. რაც ფიქრობთ, რომ უნდა გამოსწორდეს ეს სიტუაცია? პირველ რიგში სახელმწიფო სოციალური დახმარების პაკეტი უნდა გქონდეთ, ანუ მაღალი პენსიები, დასაქმების სერიოზული რეალური საშუალება, გონებრივ და ადაპტირებულ გარემოზე მორგებული და კანონმდებლობა ჩვენ ვერაფერს ვერ უშველით, თუ საზოგადოებამ არ ისწავლა ამ ადამიანების მიღებები, ჩვენ გვაქვს ის კანონები, რაც საზოგადოებას გვყავს. ამიტომ ის კანონმდებლობას მოდით მივდავარებთ არსებულ ხარვეზებს. საქართველოში ზოგადად დაბალია სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და ეს აისახება შემოგვირების მდგომარეობაზე. ამიტომაც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომა ამ მიმართულებით. სახელმწიფოს ცვლილება აი ამ კუთხით და საზოგადოების რა თქმა უნდა. მაგრამ ერთი მომენტია რომ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს პრობლემებზე ჩვენ ანუ შიშულობირებმა. ჩემზე უკეთ არავინ არ იძლევა ამინდა. ამაში სახელმწიფო უნდა დამეხმაროს, იმიტომ რომ რეალური პრიორიტეტები მას აქვს და საზოგადოება იმიტომ რომ უნდა მიიღოს ის რაც ვარ. მე და დაახლოებით ის შიშულობირების გუნდი ის ადამიანები, რომლებიც 10%-ში აღგენენ მშობლიო მოსახლეობის, რომლებიც დღეს საქართველოში მეტნაკლებად ცუდ მდგომარეობაში არიან. თავი რომ დააწესდეს აი სტატისტიკა. ზუსტად რეალურად რამდენია განსაკუთრებული პრობლემა შიშულ ბავშვების მიმართულებით და სწორედ აი ეს საკითხია მოსაკვეთილი. მეტი ყურადღება შეუძლია საზოგადოების ბავშვებს. მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს შეზღუდული შეთანხმებები. არსებობს სხვა შეზღუდული გარემოება ეს რა თქმა უნდა გეთანხმებით, იმიტომ რომ როდესაც მე მაქვს სურვილი რომ გამოვიდე და მე მინდა რომ გამოვიდე და რომ გამოვდივარ ჩვენს ქალაქის ქუჩებში და ზოგადად ტრანსპორტში, მე ვიტყვი რომ სიარული კი არა, ფრენა უნდა იცოდე რომ გადაადგილდე არა მარტო შიშულობილი ჯანმრთელმა ადამიანებმაც. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ გამოსწორდა, ბათუმი ერთადერთი ქალაქია, სადაც ავტოტრანსპორტი ადაპტირებული ყავს საქართველოს მასშტაბით და გარემო ნელ-ნელა ადაპტირდება, მუშაობენ ამ კუთხით. მთავრობის წარმომადგენლები მუშაობთ ჩვენს ადგილობრივ მერიას ხელისუფლებასთან გვაქვს ყოველდღიური კავშირები, დიახ, გარემო დღეს ნამდვილად არ არის მოსაწონი, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ რაიონული ტურიზმის მიმართულებით არ არის გაუხილებელი პროგრამა. მე ვფიქრობ, რომ ეს მოგვარდება და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 50% მოდის შიშული ტურისტისა სეზონზე ზოგადად ადაპტირებულ და ევროპულ ქვეყანაში მეტი თუ არა საშუალება და საქართველოში რომ ეს მოგვარებული იყოს ძალიან ბევრ სტუმარს მივიღებთ. ეს ბიუჯეტისთვის ძალიან კარგი იქნება. რას უსურვებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებს? სურვილები ბევრია, მაგრამ ერთადერთი სურვილი რაც მე მაქვს მათ მიმართ, საკუთარი ოჯახების მიერ აღიარებას. იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი სიმძიმე დევს ოჯახებში. ზოგჯერ ოჯახი ვერ მოხმარებადებს და სწორედ იმიტომ არიან ეს ადამიანები ჩაკეტილი, გაკეტილები და ამიტომ ხდება ის რაც ხდება. თქვენ როგორ ვფიქრობთ, ჩვენ არ გვყავს შიშულობირები ბევრი? რატომ გვყავს, მაგრამ ერთეულები ჩამოვართ. იმიტომ რომ ბევრ მათგან ზოგს გარემოუხდის და ზოგს ოჯახის მიდგომა ამ საკითხის. რას ურჩევთ საზოგადოების იმენაზე, სადაც განსხვავებულები მიაჩნიათ? განსხვავებულები მაგ ნაწილისთვის მე კი არა ისინი არიან ჩემთვის.